დღეს მოვამზადებ ამ უგემრიელეს ნამცხვარს. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი მარწყვით გამეფორმებინა თუ არა, მაგრამ ეს სისადავეც ძალიან მომწონს. ინგრედიენტებზე ნიკორა XL-ს მივაკითხე. აქ ევროპული პროდუქტების დიდი არჩევანია და არ მოგერიდოთ, თამამად იშოპინგეთ. კვერცხი და შაქარი კარგად გათქვეფეთ. დავუმატეთ რძე. მე გამოვიყენე ლავიჯის შვრიის რძე, რომელიც სანტეს პრემიუმ ვეგანური რძეებიდან ერთ-ერთია. გარდა ვეგანებისა, ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვისაც ზედგამოჯრელია. შემდეგ დავუმატეთ ზეთი, გამაფხვიერებელი, სოდა და ვანილი. სოდის გასააქტიურებლად ცოტა ლიმონის დავაწურე. ბოლოს დავუმატეთ ფქვილი და კაკაო. კაკაო რაც უფრო მუქი იქნება, ნამცხვრის შესაბამის ფერს მიიღებს. ცომი გადაიტანეთ 20 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ნამცხვრის ფორმაში, სადაც ჩაფენილი იქნება საწყობი ქაღალდი და აწყვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. ამასობაში მოვამზადოთ კრემი. შაქარი, ფქვილი და კაკაო აურიეთ და რამდენიმე ეტაპად დავუმატეთ რძე. ეს იმისთვის, რომ მასა კარგად გაიხსნას და ფქვილის პატარა გუნდები არ წარმოიქმნას. მე აქაც ლავიჯის შვრიის რძე გამოვიყენე. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაუნდვებით ურიეთ. მასა რომ წამონდუღდება, კრემი მზად არის. ცხელშივე დაამატეთ კარაქი. გაგრილებისას დააფარეთ საკვები ცელოფანი, ისე რომ შემხებლობაში იყოს კრემთან, თორემ ზედაპირი გახმება და მოსაჭრელი გექნებათ. ბისკვიტი გაჭერით ჩუაზე და კარგად დაკრემეთ. ამ ბისკვიტს არ ჭირდება დანამვა, ძალიან რბილი და ნაზია. და გემრიელად მიირთვით. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.